დღეს ძალიან კმაყოფილი და გახარებული ვბრუნდები სახში, იმიტომ რომ ჩემს გამომწერთა სიაში შეემატა VIP გამომწერი ილია ბეროშვილი. I love Mikhail HD because it's, a lot of personalities, a lot of people, and if you love this channel, please subscribe, motherfuckers. First criminal and thug was not a Tupac, man, you know what I'm saying? The Data Tutashkia was the first gangsta, you know what I'm saying? First rapper, nigga. First right rapper was not Eminem, nigga. First right rapper was the Data Tutashkia style, you know what I'm saying? I got a big love to Tutashkia style, and fuck police, nigga. Fuck police, fuck mushtis around here, you know what I'm saying? All this thing. I love Joe, peace and love, nigga. You wanna smoking weed? I got a 20 bucks, you know what I'm saying? I'm a hustler, nigga. I'm a hustler. Yo. Mikhail HD, yo. დღეს ჩვენი თემა იქნება sub for sub. ანუ დამა subscribe-ე, დაგა subscribe. დავიწყოთ, აბა. შევეცდები აგიხსნათ. ნუ ცდილობთ რატომღაც იყოთ Google-ზე ან YouTube-ზე ჭკვიანები. ეს უბრალოდ შეუძლებელია, ნეირონული ქსელები წამოვიდა უკვე წინა ფლანგზე. და იმდენად გასრულყოფილა Google-ის სერვერები და მათი ნეირონული ქსელები, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია მისი მოტყუება, უბრალოდ ბედი თუ გაგიღიმებთ და რატომღაც გაეპარება თუ არა ამ სერვერს შეცდომა, რომელიც მინდა ვთქვა, რომ ეს მხოლოდ დროებითია და როგორც იტყვიან YouTube გაბრიელი, როდის მოვაკითხავს თქვენ არხს, ამას ვამბობ იმისთვის, ვისაც მოპარული ვიდეოები აქვს და რატომღაც გონია რომ გაატარა YouTube-მა და რატომღაც გონია რომ გაძვრა და ის სამუდამოდ ესე იქნება, ძალიან ცდებით მეგობრებო. ეს უბრალოდ დროებითია და როდის მოვაკითხავს YouTube-ის ბოტი, როდის ჩამოივლის ან პიროვნება, რომელიც ამოწმებს პერიოდულად არხებს, პიროვნებები, როგორც იცით, მთელი ჯგუფი მუშაობს ამაზე და უგონეთ რომ Google და YouTube-ი ამას გაგიტარებთ. არა, ეს გამორიცხულია და ნუ ცდილობთ რომ იყოთ YouTube-ზე ან Google-ზე ჭკვიანი. ნეირონული სერვერები, რომელიც Google-ს აქვს და YouTube-ს პრაქტიკულად შეუძლებელია მისი მოტყუება და აქედან გამომდინარე გიხსნით უკვე sub for sub-ის იდეას, რამდენად უაზრობაა ეს ყველაფერი. ეს არის ყველაზე დიდი სისულელე, რაც კი შეიძლება YouTuber-მა გამოიყენოს. მეგობრებო, მოდით ახლა მე ავხსნი ძალიან მოკლედ რამოდენიმე მაგალითს მოვიყვან და ამის შემდეგ თქვენ თვითონ დაფიქრით, გესაჭიროებათ თუ არა აი ესეთი გამომწერები და საერთოდ გესაჭიროებათ თუ არა ესეთი არხის არსებობა. ყოველ შემთხვევაში დანარჩენი თქვენ გადასაწყვეტია, როგორც გსურთ ისე მოიქეცით. წარმოიდგინეთ, რომ გეხართ უდაბნოში, აბსოლუტურად მარტო კაციშვილი, თქვენი დამნახავი, თქვენი მომსმენი, თქვენი მაყურებელი არ არის და ლაპარაკობთ ნებისმიერ რაღაცას. მარტო, აბსოლუტურად მარტო. წარმოიდგინეთ, ეხლა მე ვარ ტყეში და ჩემთვის ეხლა ჩვეულებრივად ლაპარაკობ, წარმოიდგინეთ, რომ თქვენც არ არსებობდეთ, ამას არ ვაზიარებდე YouTube-ზე საერთოდ და უბრალოდ ჩემთვის ლაპარაკობდე და რატომღაც მეგონოს, რომ ვინმე რატომღაც დამინახავს. თუ არ გავაზიარე ეს ვიდეო, თუ არ გავაშიარე ეს ვიდეო, რა თქმა უნდა, ვერავინ ვერ დამინახავს, ვერავინ ვერ მომისმენს და ასე შემდეგ. ზუსტად იგივენაირად იქცევით თქვენც. როდესაც თქვენ ცდილობთ, რომ ვინმე დააძალოთ subscribe-ისთვის, ანუ არხის გამოწერისთვის და შემდგომ ამის შემდეგ გამოიწეროთ მისი არხი. ეხლა დაფიქრდით ერთ რამეზე. თქვენ არ იცით რა კონტენტი უდევს არხზე და არც იმან იცის რა კონტენტის არხი გაქვთ თქვენ. ანუ ჩვეულებრივად გაცვლა-გამოცვლა ხდება გამოწერების და მიუხედავად იმისა, რომ არ იცით, ასევე არც გაინტერესებთ რა კონტენტია მის არხზე, უბრალოდ ვალი გაქვთ თქვენ მისი, ესე ვთქვათ, წარმოშობილი ვალია ჩვეულებრივი მის მიმართ, მეორე გამომწერის მიმართ, რომელსაც გამოიწერეთ თქვენი არხი, თქვენ ხართ მის ვალში და ვალდებული ხართ გამოიწეროთ მისი არხიც. შედიხართ მის არხზე და ხედავთ, რომ თქვათ ძალიან ნაგავი კონტენტი უდევს, ძალიან ცუდი ვიდეოებია. რა თქმა უნდა, თქვენ არ მოგწონთ, მაგრამ უბრალოდ რატომღაც ესე მორალურად ვალი გაქვთ მისი და
უნდა გამოიწეროს, სხვა გზა არ აქვს. შემდეგ შემოდის ის თქვენ არხზე და იგივენაირად ან მოსწონს, ან არ მოსწონს. ნუ ყოველ შემთხვევაში sub for sub-ი აგებულია ისე, რომ დაახლოებით 50-50-ზე, თუმცა მე უფრო მეც გადავწონდი იქით 80-20-ზე იქნება, რომ არხი არ მოგეწონებათ. დააჭერთ ამ subscribe-ის კლიკს, ანუ გამოწერის კლიკს და იწერთ მის არხს. ჩვეულებრივად ისიც აჭერს შესაბამისად გამოწერის კლიკს და იწერს თქვენ არხს. რა ხდება ამის შემდეგ? როდესაც YouTube-ის ალგორითმი ხედავს, რომ თქვენ ყავთ, თქვათ 10 გამომწერი ან 100 გამომწერი, რომელიც საერთოდ არ აკითხავს თქვენ არხს, თვიდან თვემდე ერთი შემოსვლა არ აქვს იმ გამომწერს თქვენ არხზე, ავტომატურად YouTube-ის ალგორითმი ხვდება, რომ ეს არის უბრალოდ sub for sub-ი და ჩვეულებრივი მოვალეობითი გამოწერა ერთი მეორის და ის უკვე ნებისმიერ შემთხვევაში თქვენს არხს და თქვენს ვიდეოებს, რა თქმა უნდა, უკან და უკან წევს. არასდროს არ შესთავაზებს ვინმეს, თქვათ, ახალ შეთავაზებებში, სხვა ვიდეოებში და ასე შემდეგ. YouTube-ის ალგორითმი მუდმივად ცდილობს, რომ ყოველთვის უკან და უკან დააწიოს თქვენი ვიდეოები. როდესაც თქვენ ყავთ 100 გამომწერი, თქვენი ვიდეო უბრალოდ ვალდებულია, რომ მინიმუმ 10-20 ან 100 ნახვა თვიდან თვემდე მაინც გააკეთოს ხოლმე, ან 100 ნახვა მაინც დაიმსახუროს. როდესაც YouTube ამას ვერ ხედავს, ის გადადის ჩვეულებრივად blacklist-ში თქვენი არხი და შემდეგ იწყება უკვე წუწუნი YouTuber-ების, ამდენი გამომწერი მყავს და view-ების საერთოდ არ მყავს და მიხეილ დამეხმარე, გამომიწერე, მე გამოგიწერ, მეც და ასე შემდეგ. არანაირი დახმარება მეგობრებო ამაში არ გჭირდებათ, თქვენი პირველი გამომწერი და თქვენი პირველი გამოწერის გარანტია არის თქვენი ვიდეო. გააკეთეთ კარგი ვიდეოები და YouTube-ი ყოველთვის ყველას მუდმივად აძლევს შანსს, რომ გამოაჩინოს თქვენი ვიდეო და როდესაც ეს შანსი გეძლევათ, რა თქმა უნდა, გამომწერებიც ავტომატურად გამოგეხმაურებიან, გამოიწერენ თქვენ არხს და ნუ გგონიათ რომ sub for sub-ით რაღაც view-ები მოგაწვებათ, შემოგეყრებათ არხზე დიდი რაოდენობის ხალხი და ასე შემდეგ. ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა. ნუ დავშვებთ ამ შეცდომას, ნუ რასოდეს ნუ გააკეთებთ. ჯერ ერთი იმიტომ რომ თვიდან თვემდე YouTube-ის ალგორითმი ნებისმიერ შემთხვევაში აი ამ sub for subs, როდესაც ხედავს რომ ეს გამომწერი არ აკითხავს თქვენს არხს საერთოდ თვეების მანძილზე და თუნდაც წლების მანძილზე, ავტომატურად მას უხსნის გამოწერას და ჩვეულებრივად თქვენ გაკლდებათ გამომწერები. დიახ, ეს ნამდვილია, ეს არის სინამდვილე, რამოდენიმე თვის წინ გააკეთა YouTube-მა ეს პროექტი და მე მხარს უჭერ და ვეთანხმები, რა თქმა უნდა, საერთოდ არ მჭირდება ისეთი გამომწერები, რომლებიც არ შემოდიან ჩემს არხზე და არ აინტერესებთ. რა თქმა უნდა, გამომწერი მჭირდება იმისთვის, რომ ჩემ ვიდეოს ხალხმა უყუროს, გამოხატოს რაღაცა ინტერესი, დაწეროს კომენტარი, შეაფასოს ვიდეო. არ აქვს მნიშვნელობა ნეგატიური, პოზიტიური კომენტარებით. რა თქმა უნდა, ესეც სასარგებლოა. თუ არ ჩავთვლით უბრალოდ ღვარძლიან კომენტარებს, ამაზე ეს საერთოდ ცალკე თემაა და არც ვილაპარაკებ, უბრალოდ ჰეიტერები და ლუზერები თავის ბოღმაში იხჩობიან, თავისი საქმეს თვითონ იციან. უკან მიიგებთ YouTube-ის blacklist-ის ალგორითმს, რომელიც დაწევს თქვენ არხს უკან და დროდადრო საერთოდ view-ები აღარც გექნებათ, დამიჯერეთ. ეს არის სინამდვილე. ეხლა წარმოიდგინეთ თქვენი YouTube-ის ესე მარცხენა მხარე. სავსე გაქვთ ათობით, ასეულობით და ათასობით არხები, რომელიც საერთოდ არ გაინტერესებთ და უბრალოდ YouTube-ის გახსნაც კი გეზიზღებათ, იმიტომ რომ შემოთავაზებებში YouTube-ი გთავაზობთ ყველანაირ ნაგავს, რომელიც გზიზღდება თანდათანობით, გიკარგავს ყველანაირ vibes იმისა, რომ გადაიგო შენი ვიდეო, იმისათვის რომ გადაიგო საუკეთესო ვიდეო, როდესაც უყურებ აი ამ ნაგავს, ხედავ რომ ყველანაირი აზრი გეკარგება და თანდათანობით შენც ესეთივე ნაგავი ვიდეო გამოგდის, იმიტომ რომ თვალი ეჩვევა, გონება ეჩვევა აი ამ ყველაფერს და თანდათანობით შენც ისეთივე ხდები. ყოველთვის შეეცადეთ რომ თქვენი ვიდეო იყოს თქვენი გამოწერის გარანტია და არა ის რომ იაროთ სხვადასხვა სოციალურ ქსელებში და ეხვეწოთ არხის გამოწერაზე და ეხვეწოთ დამისაბსკრაიბე, დაგისაბსკრაიბებ და ასე შემდეგ. არა მეგობრებო, YouTube-ი ყოველთვის გაძლევთ შანსს, თავარია თქვენ გქონდეთ კარგი ვიდეო, კარგად ამონტაჟებდეთ ვიდეოს, ეს არის ყველაზე მთავარი YouTube-ზე და გქონდეთ კარგი ხმა, რა თქმა უნდა. აუცილებელია. არ არის საჭირო გაიგიჟოთ თავები მაინც და მაინც ძვირად ყირებულ კამერებზე, შეგიძლიათ მობილურთაც გადაიგოთ, უბრალოდ შეეცადეთ რომ შეიძინოთ
მაქსიმალურად წესიერი მიკროფონი. გააკეთეთ კარგი ხმა თქვენს ვიდეოებზე. ბევრი დრო მოახმარეთ მონტაჟს და გააკეთეთ კვირაში ერთი ვიდეო. მაინც ვიდრე ყოველდღიურად დაყაროთ 1000 ნაგავი, რომელსაც არავინ არ უყურებს და ისედაც ქართული YouTube გადავსებულია ამ ნაგვით. და რომელიც გაზიზღებს თლიანად ქართული YouTube-ს, ამიტომ შეეცადეთ მაქსიმალურად ბევრი ამონტაჟოთ, მაქსიმალურად ბევრი იმუშაოთ საკუთარ თავზე და მონტაჟზე და გააკეთოთ ისეთი ვიდეო, რომელიც პირველსავე დანახვაზე ადამიანს გადააწყვეტინებს თქვენი არქის გამოწერას. If you like it, please like it. და ელოდეთ ახალ კონტენტს, რომელიც საკმაოდ სახალისო იქნება და ძალიან ღრმად მწამს და იმედი მაქვს, რომ ყველას მოეწონება. დაელოდეთ, stay tuned და ეს იყო ჩვენი ილია. I was like, oh my god, and then he was like, oh my god. And when Susan said to say, and we was like, oh my god. არასდროს არ გააკეთოთ sub for sub. და ესეთი სულ ეს იყო. თქვენთან ერთად იყო მიხეილი, დროებით ჩვენ შეხვდებით შემდეგ ეპიზოდში.